გამარჯობა. დღეს ხუთშაბათია და თქვენ უყურებთ გადაცემას აქცენტი. მე ნინო ძოძენიძე ვარ. დღევანდელი აქცენტი სტუმრად სტუდიაში ორი თაობის ჟურნალისტი. ვეცდებით გავარკვიოთ, რას ფიქრობენ ისინი საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და თანამედროვე ქართულ ჟურნალისტიკაზე. მაშასე წარმოგიდგენთ ჩვენს დღევანდელ სტუმრებს. ჟურნალისტი თეა ჩეჩელაშვილი, რადიო ძველი ქალაქი და ტელეკომპანია მეგატივი, გადაცემის პორტრეტი ჩარჩოს გარეშე ავტორი და წამყვანი. გიგა გელხვიძე, New Press-ის ჟურნალისტი და ახლა სად დაიწყე გიგა TVS-ის ჟურნალისტი. შეგვიძლია რა მიულოცოთ ალბათ. გიგოცა წარმატებებს გისურვებ. მოგესალმებით და დიდი მადლობა მინდა გითხრათ იმისთვის, რომ მონაწილეობას იღებთ ჩვენს დღევანდელ გადაცემაში. ძალიან მინდა დღეს გულწრფელი გადაცემა გამოგვივიდეს და დარწმუნებული ვარ, რომ ასე იქნება. სხვანაირად არ შეიძლება. მე პირადად ვდებთ ამის პირობას. თეა, პირველი შეკითხვა მექნება შენთან. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ აბსოლუტურად ყველა საკითხზე. ზოგადად საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, რა ხდება ქართულ თანამედროვე ჟურნალისტიკაში და ასე შემდეგ, გზადაგზა, რაც გაგვახსენდება, რაც იქნება პრობლემატური თუ არა პრობლემატური ყველა საკითხზე. და პირველ შეკითხვას დაგისვამ, თეა, რა რეალობის წინაშე დგას დღეს საქართველო? როგორია თეა ჩეჩელაშვილის საქართველო დღეს? ეს იგი კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მოესალმებით ჩვენს მაყურებელს, თქვენს მოგესალმებით. ზუსტად ვიცი, რომ ის რაც გჭირდება უშუალოდ, რომ შედგეს გულწრფელი საუბარი, თან წამოვიყოლეთ და მე მის გარეშე არ დავდივარ. ასეც ქვია გულწრფელობა. და შეიძლება კონკრეტულად თქვენს მიერ შემოთავაზებულ შეკითხვას მე ცოტა უფრო ლოკალურიდან დავიწყებ, ესე იგი როგორ გრძნობს საკუთარ ქალაქში, ქუთაისიდან და მე შესაბამისად ქუთაისეც მქონდა გეგმაში საუბარი, მაგრამ მაშინ საქართველოში როგორ გრძნობს თავს. მე ვფიქრობ, ეხლა ჩემი სუბიექტური აზრია და რასაკვირველია, არავის არ ვახურე, მაგრამ ნინო, დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ადამიანი დამეთანხმება ამაში, რომ დღეს საქართველოში ცხოვრებდა 80% შეიძლება ითქვას, სუსტი სტატისტიკა ხა არ ვიცი, მაგრამ არ არის რეალიზებული საკუთარ საქმეში, საკუთარ ქვეყანაში, საკუთარ სურვილებში, იდეებში, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩვენ ვართ ხა მე ასე ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში მდგომარეობაში, როცა ადამიანები ძალიან ბევრს ფიქრობდნენ, ძალიან ბევრს გეგმავდნენ, ძალიან დიდი სურვილი იყო და მოლოდინი იყო, რაღაც შეიცვლებოდა, მაგრამ საწინააღმდეგო რა მივიღეთ? და რატომ თეა, რატომ ხდება? აი, ამაზე ალბათ უფრო პოლიტიკურმა ანალიტიკოსებმა უნდა იმსჯელონ, მაგრამ როგორც უბრალოდ ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქე საქართველოს. ჩემის აზრით ეს რატომ ხდება და სათავეში მოვიდნენ არაკვალიფიციური კადრები. ეს არის კადრების შიმშილი, არის უპირველეს ყოვლისა თავი და თავი. ადრე იყო კვალიფიციური კადრები. ადრე არ იყო კვალიფიციური კადრები, როგორც დაუშვათ ახლა იდეალურ მდგომარეობაში და ასე ვთქვათ, წყობაში წარმოგვიდგენია ყველას ჩვენ და გვინდა საკუთარ სახლში კარგად იყოს მოწყობილი, რომ იქ მებაღემ საქმე ბუჩქები გაკრიჭოს, სახლში ის მოსამსახურემ საალაგოს, ჭურჭელი დაერესხოს, სამზარეულოში იყოს ეს ასეთ იდეალური ასე ვთქვათ, მდგომარეობა და წყობა არ არის, არ ყოფილა. მაგრამ სამაგეროდ მე ასე ვფიქრობ, ესე იგი რატომ გას ნინო, ადამიანს ესე გულწრფელი საუბარი გვაქვს, უნდა გითხრა, რომ ცოტამ თუ იცის, ალბათად ცოტას თუ უნდა აღიაროს, რომ ყოველი ხელისუფლების დროს მე არასოდეს ვიყავი მათი ტაშის მკვლელი. არასოდეს არ მიქია და მიდიდებია. ჟურნალისტის პოზიცია ზუსტად ასეთი უნდა იყოს. ზუსტად ასეთი უნდა იყოს, მაგრამ რატომაც რა ხდება, იცი, როცა იყო ნაციონალური მოძრაობა სათავეში, მე ჩემი ოპოზიციური აზრები მქონდა და მაბრალებდნენ რომ ვიყავი, არ ვიცი ვინ, მაშინ ვინ იყო ოპოზიციაში, აღარც მახსოვს. ეხლა რადგანაც უკვე ნაციონალური მოძრაობა უმცირესობაში გადავიდა და ასე ვთქვათ, მმართველი პარტიის საწინააღმდეგო რამეს ვიტყვი, იმიტომ კი არა რომ ის რაღაც განსაკუთრებული ამოჩევება და ამოკვეთება, უბრალოდ არ შეიძლება რომ სხვაგვარად შეგუებლობის ეს მომენტი რაღაცა დაცული სამსახური გავი, უბრალოდ მე არ შემიძლია სიმართლის ქმის გარდა. და რატომაც გონიათ რომ ახლა ნაციონალურია, მაშინ მეგონი რომ ოპოზიციაში ვიყავ. გიგა, რა სიტყვა ხარ რეალიზებული და ეთანხმები თეას აი ამის მოსაზრებები? თეას ვეთანხმები მაქსიმალურად იმაში, რომ მე როგორც ჟურნალისტი, მის კოლეგა, ოპოზიციურად ვარ განწყობილი გარკვეული კუთხით
ხელისუფლების მიმართ, არა აქვს მნიშვნელობა მართლაც რომელი იქნება, მიუხედავად იმისა, არ ვარ ახლა ისეთ ასაკში, რომ რაღაც ანუ ბევრს მოსწრე ყოფილიყავ, თუმცა ნაციონალური მოძრაობა იყო ჩემ დროსაც, დღეს არის ქართული ოცნება და ამ ორ შორის ვაკეთებ რაღაც განსხვავებებს ჩემი გადასახედიდან. რაც შეეხება იმას, ვარ თუ არა რეალიზებული, მე პირადად ვთვლი, რომ ეს მოახერხე, მაგრამ ეს მოახერხე ძალიან რთული გზა გავიარე აქამდე, თუმცა ჩემი თაობის ძალიან დიდი რაოდენობის წარმომადგენლები თვითრეალიზებულები არ არიან დღეს, არ აქვთ მათ ის საშუალებები, ის გასაქანი, რაც უნდა გქონდეს მისი ასაკის შესაძლებლის. რატომ ალბათ მივდივართ ისევე ხელისუფლებამდე, იმიტომ რომ ხელისუფლებამ უნდა შეუქმნას ადამიანებს ის პირობა, რომ მათმა საკუთარი თავის რეალიზება მოახდინოს. ძალიან არ მინდა ის გამოვიდე მეც რომ შეათ მომაბრალებენ ახლა ამ ბოლოს მეც რომ მეც ვარ ნაციონალი რაღაც აქეთ წინა ხელისუფლების დროს იყო ძალიან ბევრი ტრენინგები, იყო ძალიან ბევრი აქტივობები იმისთვის რომ ადამიანს, ახალგაზრდა ადამიანს ეპოვა საკუთარი თავი და ეპოვა ის მიზანი თუ რისთვის არის ის და რა უნდა მას რო აკეთოს. დღეს ეს ყველაფერი ნაკლებად ხდება და ნაკლებად ჩანს. აი ეს არის ალბათ ის რასაც რეალიზებას ამიტომ ვერ უშლის ხელს ადამიანის რეალიზებას. გასაგებია. ცნობილი გამონათქვამია, ვისაც მლიქნელობა შეუძლია, მას არც ცილის წამება გაუჭერდებაო, სხვათა შორის დიდი ნაპოლეონ ბონაპარტეს გამონათქვამია და ძალიან მომწონს ეს ფრაზა და ვიმეორებ ხოლმე და თქვენი კომენტარი საინტერესო იქნება. ესე იგი, ხდება თუ არა დღეს მლიქნელთა აღზევება? საერთოდ ქართველთა სენი ეს არის მუდამ. მლიქნელობა, ყვარყვარიზმის თემა ძალიან მიყვარს ამ თემაზე საუბარი ყოველთვის, იმიტომ რომ ეს არის ქართველთა ავადმყოფობა და აი ამ დროს ამ ეტაპზე რა დოზით არის ეს ჩვენში? არასოდეს ალაკდა რაღაცა ესეთი განსაკუთრებული ეფექტური დოზები ჩვენთან, ესე იგი ალბათ სადამდე ჟამთა აღმწერი ამ ყველაფერს აღწერდა ჩვენს ისტორიაში, მაგრამ ეხლა ჩვენ უყურებთ თანამედროვეობას და შესაბამისად მткиვა თანამედროვეობა და მინდა ასე არ იყოს. აი მეც ამ ბოლო დროს რაღაცა ცილისმწამებულმა შეტევებმა ძალიან შემაწუხა. პირადად მე და ამისათვის არ ვიცი მოხდა ისე რომ ამოვიკითხე, ალბათ რომ დავემშვიდები ღმერთს, როცა შენზე დიდი არის მოწოლა ცილის წამების და ლაფის სროლა, აი ზუსტად ამ მომენტისათვის შენ ძლიერდები და ეს არის შენი განსაცდელი, რომელიც საბოლოო ჯამში ძალიან კარგად და ძალიან დადებითად დაბოლოვდება. მე ამის იმედი მაქვს და იცი რა არის ნინო, როცა ცილს წამებენ, როცა რაღაც ყურადღების ცენტრში ხარ, როცა რაღაცა მლიქნელური ეს არის ელემენტარული მომენტი, ახლა შეიძლება არ იყოს ესეთი განსაკუთრებული ყურადღები, მაგრამ მე ჩემ პირად მაგალითს ეკეთვი. არც არაფერი განსაკუთრებული და უბრალოდ შეიძლება ითქვას თუ აქამდე მიცნობდა 10 ადამიანი, ახლა მიცნობს შეიძლება 30 ადამიანი, იმიტომ რომ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ახსე პოპულარულ თოქ-შოუში მივიღე მონაწილეობა. საქმე რა შეიცით? აი ამ ყველაფრის მერე რა შეიცვალა? თუ ხშებას თეატრში შელაშვილი ყო ასეთი, ხუჩაბაც რატო გახდა საღამოს ან პარასკევს თილით უკვე სხვანაირი. არის იმდენად ისეთი ელვარება წამოვიდა ადამიანების თვალებიდან რაღაც ამას. პოზიტიური ხო? ზოგი დაიბოხმა. ფაქტია რომ დაიბოხმა. ზოგმა ეს არ შეიმჩნია. ესე იგი თუ რაღაც წარმატებას მიაღწია, იმ წუთში მტრები ჩნდება. მე არ ვფიქრობ ეს იყო წარმატება. წარმატებაში ვიღაცა ხო ფიქრობდა. მე უკვე მას მივანიჭე კვალიფიცირება. ესე იგი ადრე მიცნობდა 10 ადამიანი, ახლა მიცნობს 30 ადამიანი. 3-ჯერ მეტი შეიძლება. ეს წარმატებას თუ შეიძლება ამას უწოდოთ, იმიტომ რომ მე ჟურნალისტიკაში ვმუშაობ 1998 წლის მერე. ჯერ იყო გაზეთი, მერე იყო რადიო და ახლა ტელევიზია. ესე იგი ყველა სფერო გამოვცადე. თუ აქამდე არაფერი მიკეთებია და არ გავხდი ცნობადი, უბრალოდ ჩემი ფასი არ გაიგეს. ამდენ ხანს მაშინ იმერთ ღამეში, იმერთ 15 წუთში ვერ მოხდებოდა ჩემი გადაფასება. ამიტომაც მე უფრო სხვანაირად კაცრად უყურებ ამ ყველაფერს და ვფიქრობ, რომ რაც შეეხება ცილის წამებლობასაც, შეიძლება არის ესეთი სარკაზმს, ეს ეხლაც რომ მოვდიოდი სოციალურ ქსელში, პატარა დავასავით იყო და მე ვთვლი, რომ ყველაზე კარგი არის სიმშვიდე შეინარჩუნო და ესე ოდნავ ირონიული ღიმილით უყურო ყველაფერ ამას. ლაპარაკობენ, ესე იგი საინტერესო. ძალიან კარგი. და სხვათა შორის სოციალური ქსელი ახსენე და დღეს ამოვიკითხე აი ასეთი რამ სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ჩვენთვის ნაცნობი პიროვნება სტატუსად დაუდევს. საქართველოში პოლიტიკა ეს ბრძოლა წესების გარეშე, ვინც მეტად უწესოა, ის მეტად მოსწონს ხალხს. რა სიტყვი გიგა ამასთან დაკავშირებით?
ვინც უფრო მეტად მოწონს ხალხს, ცოტა ისეთი ნათქვამი ალბათ ჩემი გადასახედიდან. ანუ უფრო მეტად ეს ადამიანი იქცევა ყურადღების ცენტრში, კი არ მოწონთ, უბრალოდ ის ექცევა ყურადღების ცენტრში და მასზე საუბრობენ ალბათ უფრო μετად უარყოფითად და შეიძლება მის გადასახედიდან ზოგადად ის ადამიანი თვითონ მაგრამ პოლიტიკა არის თუ არა ბრძოლა წესების გარეშე და საქართველოში განსაკუთრებით და რატო გისვა მიცი ამ შეკითხვას ძალიან ხშირად გიწევს პარლამენტში ყოფნა, პარლამენტარებთან შეხვედრა. მაინტერესებს შენი თვალით დანანახი პარლამენტარები, როგორები არიან ის დღეს გავრცელებულია ნაციონალური ოცნება, ასეთი ესა მიაწევეს და ასეთი ინტერპრეტაცია გააკეთეს და არის ასეთი მოსაზრებები კიდევ რომ ეკრანზე და ღია თუ სხვაგვარად არიან ეს ადამიანები ერთმანეთის მიმართ და კულისებში როგორც ინაშვილმა თქვა ირმა ინაშვილმა შეხტულებენ კარგად და აქედან გამომდინარე შენი მოსაზრება მაინტერესებს. ჩემი თვალით დანახული პარლამენტი არის ზუსტად აი ეგეთი მეგობრული უფრო მეტად როგორი ესე რაღაც შეთანხმებული, მომღიმარი და არა ისეთი დაძაბული და ესე ვთქვათ წყალებში ნაჯახი სახეებით, როგორც ესენი ჩანან ეკრანებზე. მე უფრო ესეთი მკაცრი განაჩენი მაქვს, არ ვიცი ახლა შეიძლება უმოწყალო გამომივიდეს რეპლიკა, მაგრამ ჩემ თვალთა ხედვით დღევანდელი პარლამენტი არის შენობაც უწყობს ხელს, ერთი ძალიან კარგად ხალხსწუხებში გამოწყობილი ცირკი და კლოუნები. მე იმის გარდა რაღაც აი რესპექტაბელური ხედვა უნდა გქონდეს ყოველთვის ჩვეულებრივ მოქალაქეს ამ ადამიანებისადმი, ვინც კანონმდებლობად ავირჩიეთ, ხო? მე არა მაქვს ეს შეხედულება და მე ისე ჩამოსასრულ ადამიანებს თუ ცემ რაღაც განსაზღვრულ პატივს. მე რომ მკითხე, კიდევ ხო იმეორებ ეგეთ ეს არის ჩემი სუბიექტური აზრი. პოლიტიკოსები, რომელსაც სცემ პატივს, ანუ გამოკვეთილი არის შენთვის პატივისცემის კუთხით. კონკრეტულად შეიძლება რო თქვა? რასაკვირველია ვიტყვი ახლა, ვიდაც არ წყალობენ ისინიც და არც მე წყალობ, მაგათ მასეთი ცნობადობის კუთხით, მაგრამ აი მაგალითად ერთი მაგალითი შემიძლია დავასახელო, ჯერ კიდევ თუ რამეს გავს ჩვენი პარლამენტი, საერთოდ არ ვიცნობ ამ ადამიანს, დავით უსუფაშვილზე მაქვს თავმჯდომარეზე ლაპარაკი, ალბათ ბატონი დავითის წყალობით კიდე რაღაცას გავს, ფორმა აქვს ყოველ შემთხვევაში. მე ვფიქრობ, ეს არის რაღაცა არასერიოზული, არაკომპეტენტური, უმრავლეს შემთხვევაში ასაკვირველია, არის ეგ ადამიანების კატეგორია, რომლებიც იმის გონით გადის, ჯერ კიდე რაც გადის. მე დამახინჯებული რაღაც არაფრის მთქმელი კანონების შემთხვევი ყოველსენი კომისიები, რომლებიც მე პირადად ჯერჯერობით ჩემს ქვეყანას ვერ აღმოუჩნდი, რომ სადმე რაღაც მომენტში, რაღაც სეგმენტში დაეთყო. კიდე ერთხელ ვამბობ, აი, ვამბობ, იმიტომ რომ ასე მწარეთ, როგორც ილია ეთყო და მოყვარი, იმიტომ რომ ამის მოფერება, ამის ტაშისკვრა, აღიარება იმისა, რომ მეფე არ არის შიშველი, მეფე შიშველია და უნდა შევხედო. ну შეიძლება მოეფერო შენს ფარგლებს გარეთ ამ ყველაფერს, მაგრამ შენში როდესაც ხარ შიგნით, ჯობია მაშინ უთხრა პირში ყველაფერი და დაანახო ის მინუსები. კიდე შენთვის ვინ არის პარლამენტარებიდან ყველაზე კარგი რესპონდენტი, რომელიც ადვილად მოდის კონტაქტზე? სხვათა შორის ერთი მინდა ვთქვა და მაინტერესებს თქვენი მოსაზრება ამასთან დაკავშირებით. ამხელა პარლამენტი გვაქვს და მხოლოდ 20-30 კაცი აქტიურობს. სულ დანარჩენის ხმა არ გაგვიგონია არასდროს, არც ინტერვიუებში ზემოდიან, არც აუბრობენ, არც არაფერზე კომენტარს აკეთებენ და ერთი და იგივე სახეები ჯანს სულ პოზიცია ოპოზიცია. სპიკერები. ხო, და რატომ ჩანან შენი აზრით ეს ადამიანები მხოლოდ ერთეულები და ერთი და იგივე ხალხი და სხვები რატომ არიან კულისებს რატომ არ აქტიურობენ? მისულ ხარ შენ და გითხოვია ინტერვიუ და უარი უთქვა თუ როგორ რა ხდება აბა? აი მაქვს ჩემი შეხედულებაც მაგაზე, დღევანდელ ხელისუფლებაში გავაკეთებ აქცენტს ქართულ ოცნებაზე, არის ესეთი რაღაც დამკვიდრებული აქვთ, რომ არა აქვს მნიშვნელობა თემას, საუბრობს ნებისმიერი ამ თემაზე. რაც ნაკლებად უნდა ხდებოდეს, ყველა არ არის რაღაც საკითხში კომპეტენტური, ანუ არის 20 ადამიანიდან 5 იქნება მაგრამ ყველას ინტერვიუები აქვს. ყველას ინტერვიუები არის, ანუ ჩანს რამოდენიმე ადამიანი, რომელიც საუბრობს ყველა ერთ ნებისმიერ საკითხზე. აი სწორედ ეს არის მიზეზი იმზე, რომ არ ჩანს სხვა ადამიანები. არაცი არ უნდა გამოჩეიქნება, არ უნდა. მე მაქვს და არ იციან. დღესდღეობით ყველაფერი ხდება პრესამსახურების დონეზე, სწორედ პრესამსახურები, ვისაც უშვებენ ჩვენთან ჟურნალისტებთან საუბრობენ ისინი. როგორ ფიქრობ, რატო არ უშვებენ მათ?
არ შეუძლიათ ლაპარაკი, კომენტარის გაკეთება, ანალიზის გაკეთება თუ ისე საქმე რაშია, ესე მათი ძირითადი ფუნქცია ჩემი გადასახედიდან არის ხილაქსი თითის დაჯერა და ხმის მიმატება ან გამოკლება. მეტი ფუნქცია ძირითადად მათ არ გააჩნიათ. რამდენი წარმოდგენა ალბათ არ აქვთ, რაც იქნება კანონპროექტების სახელით და ეტყვიან რომ ეს ჩვენია დააჭერს ხელს, ეტყვიან რომ ამას თავი შეიკავ, ეტყვიან რომ ეს ამაზე მიეცი უარი. და რაც შეეხება ეგ პუბლიკური გახდეს თუ არა და გამოვიდეს თუ არა მასობის საინფორმაციო საშუალებებში. ძალიან მარტი ჩემის ასეთ სასაკურველია, მე არავის ანალიტიკური ის არა მაქვს ახლა ამ წუთში რომ წავიკითხო და გითხრათ, უბრალოდ მე ასე ვფიქრობ, რომ უბრალოდ არ შეუძლიათ ამ თემაზე ლაპარაკი და ჩვენ სისულელეების ლაპარაკი საერთოდ გაჩვენდნენ. დუმილი ხანდახან ძვირფასად ფასობს, ვიდრე ilაპარაკო. მინდა მითხრა, ვინ არის საინტერესო რესპონდენტი. ანუ ხშირად საუბრობენ ასე იმაზე, რომ აქვთ შიდა რაღაც პარტიული დაძაბულება გუნდში შიგნით. შეიძლება ვივარაუდოთ ისიც, რომ იმას ადამიანები სულაც არ არიან ყველაფრის ასე მომხრე და თავის დამქნევი და ამიტომ არ აძლევენ საშუალებას, რომ გამოჩნდნენ თქვათ ეკრანებზე, რომ მათ არ თქვან ის, რაც მათ არ სიამოვნებს. და რაც შეეხება ყველაზე კარგ რესპონდენტს, ალბათ გამოვყოფთ ნინო გოგუაძეს ამ ეტაპზე, ეს არის თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი. ნაციონალური მოძრაობიდან გამიჭირდება გამოვყო, იმიტომ რომ ყველა კარგი რესპონდენტია და იციან ზუსტად რა ჭირდება ჟურნალისტს და რა და როგორ. და რაც შეეხება ქართულ ოცნებას, მე რაც მქონია შემთხვევა ამ პრაქტიკაში, ვიტყვი რომ ეს არის ანი მიროტაძე, რომელსაც მქონია ისეთ შემთხვევაში, მიმიწერია მესიჯიც კი, როდესაც იყო საპარლამენტო სხდომა და გამოსვლა და ჩამეწერა თემაზე. ესე იგი უარს არ გეუბნება. არა, თუ კი არის მას საშუალება. ყოველს ყავს თავისი ფუნქციონალურად დავალებული აქვს სპიკერობა, კახმოვანება 10 კაცის დაუშვათ ერთი დადგება ყველაზე კარგი დეკლამატორი და ამას ხმამაღლა იგებს. ისე ხო უკეთესია რომ ყველა დეკლამატორი იყოს კარგი. ნუ ამ სეგმენტში ძალიან უჭირს მართო პარტიას. მაშინ ბარემ უარყოფით რესპონდენტსაც და ეს არ ექნება ალბათ მარტო ჩემი აზრი. ნუ ახტანგ ხმალაძე ეს არის რესპონდენტი, რომელიც ძალიან რთულად ურთიერთობს ჟურნალისტებთან და მართლაც ხმალ აღმოღებული გვებძვის ესე რომ ვთქვათ, ასევე გიავოლსკიც საკმაოდ ისეთი და არა და გიავოლსკი სულ არის ეკრანზე, ხო, თუმცა იმ ეკრანზე გამოჩენას უკან კულისებში სდევს ძალიან დიდი ნებათაღება და ბრძოლა რომ დაждდეს ეგ. კარგი, მადლობთ თეა, როგორია შენი ქუთაისი დღეს? დღევანდელი ქუთაისი. დაუბრუნდით ამ ყველაზე რადგან ქუთაისში ვარ ახლა და ეს სულისკვეთება თან გვახლავს ხუთგან ესეთ ქალაქური. მოდი ასე ვიტყვი, ხუმრობით რასაკურველია და რაღაც მრავლის მეტყველად და მნიშვნელოვნად. ახლა მე მაგალითად აი მე და ჩემი ქალაქის სიტუაციას ურთიერთობას მოდი დამოკიდებულებას ვატარებ ერთ ოჯახურ მდგომარეობას, როცა ქალს ძალიან უყვარს თავის ქმარი, ცხოვრობს წლებია ერთად, სასასვლელი არსად არ აქვს, მაგრამ ამ ქმარს იმდენად როგორ გითხრათ, აი საყოველთდღიური ურთიერთობა აქვს ამ ქალთან. ეს იმდენად დაუფასებელი ამ ქალის შრომა, საწავა, ძალიან უყვარა, რომ ჩემოთ ვერ გაძლევს, ისე და ისევ ჩემს საურაში ტრიალებს და ჩემს საფრთხეს ვერ გადადგამს. აი და დაჭერილი რო ყავს, იმიტომ რომ ამ ქალს იცის, რომ გაგიშებით უყვარს ქმარი. და როცა იციან ადამიანებმა, როცა ძალიან შეუყვარდები მეორე ადამიანს, ყოველთვის რაღაცნაირად, აი ამას ახლა საკურველი არ ვლაპარაკობ პირდაპირ მნიშვნელობით, მაგრამ მე და ქუთაისის ვიცით, რომ ძალიან მიყვარს, მაგრამ უკვე ერთ იმასაც ამოვერთ ჩვენიერ დღესა გაიქცევა და იფიქრებს, რომ სხვაგან შეიძლება უკეთესია, იმიტომ რომ ამდენია დაუფასებლობის მერე. დაუფასება რა არის? ელემენტარულად, რომ აი საქმეზე რომ იდგება ხანდახან თავის გატანაზე გვიჭირს ალბათ ლაპარაკი და ეს საქართველოში არის საქართველოში, მაგრამ განსაკუთრებით მძაფრად ქუთაისში იძნობა. მე სხვა შემოსავალი ფინანსური თვალსაზრისით ნინო არაფერი არ მაქვს გარდა ხელფასისა. კაცრად მოჭრილი ხელფასი, რომელსაც როგორც იტყვეოდნენ ადრე, არავით არის ლევი, გადახოვები და გადმოხვევი. ყველაფერი правი მიმართულებისა, მაგრამ აი ეს ყველაფერი როცა ჯამში ვლინდება და დაიანგარიშება, იმდენად რთულია თვითონ თვამდე თავის გატანა, რომ ყველაფერი ერთად საკურველია, რომელიც მინიმალურ, ასე ვთქვათ, არსაარსებო უფლებას უწევს, რომ მე თანხმარი არავინ არ ამყავს ამ ქვეყანაზე, მარტო ხელა დედა ვარ, მყავს სტუდენტის შვილები და აქედან გამომდინარე უკვე, ესე იგი, სხვა გზამე ძალიან არ მომწონს და ძალიან მიმდის ამ თემაზე ლაპარაკი, მაგრამ რეალობაც უცბელად შევიკრიბეთ აქ და უნდა ვილაპარაკოთ, რომ ასია. ამიტომაც მე ვგრძნობ უკვე ამ ბოლო პერიოდში რისი კატეგორიული წინააღმდეგობა
აგვეგიც ვიყავი, მთელი 42 წლისა ვარ და არ არის ეს ცოტა დრო, 18 წელიწადი იმუშაო ერთ და იგივე პროფესიაზე და არ მიღალატებიათ ჩემი პროფესიისთვის, არასოდეს სხვათა შორის, ალბათ იყო თუ კარგად იყო, მაგრამ ეხლა უკვე ვგრძნობ, რომ უკვე ეს მიდის რაღაც საშინელ კულმინაციამდე, უკვე იმის იქეთ აღარ არსებობს სხვა ხსნა და არ არის გამორიცხული, რომ ძალიან მალე მე მომიწიოს იძულებით ავტოვო ქალაქი და სხვაგან წავიდა. იმიტომ რომ ეს უიმედო განწყობა წლები აგრძელდება და ეხლა ხوار ხანახან რაღაცას აკეთებ, რაღაც მოსავალს, ჭადის მოსავალს შემოდგომამდე რაღაცა წვალებით და ნუ რაღაცა შუა ზაფხულში გავმოგე. და ქალაქიდან ისედაც ძალიან ბევრი და არა, მე გავიგე გასაგებია, მაგრამ ძალიან კიბა ეს ყველაფერი, მაგრამ მე დადგებიან და ილაპარაკებენ, რომ ქალაქი კადრებით განიცლება, ქალაქს პრობლემები აქვს, სად მიდის ეს ხალხი, რატო არ მიდის? ანუ არაფერი არ კეთდება, რომ კარგი კადრი და პროფესიონალები არ ვამბობ კიდევ ერთხელ, ახლა არ არის ესეთი კადრნიერი, რომ კარგი პროფესიონალი, თუმცა არ ვაკეთებ ცუდად ჩემს საქმეს, ეს მიმაჩნია, ალბათ მაყურებელმა და შენიშნოს და დაადასტუროს თავდაბლოებით, მაგრამ აი ხო გეუბნებით, აი ჩემ პროფესიის გარდა მე არაფერს კეთება არ შემიძლია. მაშინ რა ვქნა? იმ წირხელფასზე ცხოვრება, იმდენად გაუსაძრესია უკვე, რომ სხვა რესურსი, სხვა ძალა და ამ ქალაქში ყველაფერი მომცადე და სხვა არაფერი არ გამომდის. და ამოწურულია და უკვე ნელ-ნელა მე არ ვამბობ ახლა დღეს და ხვალ უკვე ასე ვთქვათ ფსიქოლოგიურად ამზადებ შენს თავს უკვე რომ ამზადებ ჩემ თავს ასე შეიძლება ჩემი ძალები გადავწყოსო სხვაგან, იმიტომ რომ სხვა გზა როცა არ არის და როცა უკვე ბრძოლა არსებობისათვის მიდის, ყველაფერს აკეთებენ ადამიანები. სასაკვირველი აქ მორალური კოდექსი არავის ასე ვთქვათ მე ვიტყვი ჩემი გადასახედ და ნუ ქუთაისი ნუ ყველასაც ცნობილია ეს არის ქალაქი სადაც იზრდებოდა საქართველოს სასახელო შვილები ასე შემდეგ, თუმცა დღეს ეს ქალაქი ვერც ჩემ თაობას, ვერც წინა თაობას ვერ აძლევს ისეთ რაიმეს, რომ აქ მოახდინო რაღაც ფასეულის და ღირებულის გაკეთება, რაც თქვათ, ასე ვთქვათ, წარმოგაჩენს, არა მარტო წარმოგაჩენს იმ კუთხით, რომ გახდების ცნობადი, არამედ ეს აისახება თქვათ შენს რაღაც ფინანსურზე, მაინც გვინდა თუ არ გინდა დღეს ფინანსური გზა ერთ-ერთი აქტუალურია. ამიტომაც მეც კი დღეს რომელსაც რაღაც არც თუ ისე ბევრი წლებია რაც ქუთაისში ვარ და ანუ აქ მოღვაწეობ როგორც ჟურნალისტი, ხშირად ვფიქრობ, რომ ალბათ დავტოვებ ქალაქს და წავალ იქ, სადაც უფრო არის გასაქანი ამ კუთხით. სხვა თუ არაფერი, ქუთაისში დღეს ჟურნალის იმის ფუფუნებაც კი აქვს, რომ კონდეს საკმაო რაოდენობით თემები, რაზედაც ის იმუშავებს. რესპონდენტების პრობლემაცაა, ნინო. რესპონდენტების პრობლემა ნამდვილად არის გეთანხმებით და ეს ბოლო დროს მაინც განსაკუთრებით ჩანს, განსაკუთრებით ეჩინათ და ძალიან გართულდა ჟურნალისტების მუშაობა ამ კუთხით და თეა პირველად მინდა გკითხო, საერთოდ ყოველთვის ამბობენ და ასე გვიმუშავია, რომ ჟურნალისტიკაში პროფესია წინაპლანზე ვიდრე პირადი ცხოვრება, იმდენად რთული, იმდენად საპასუხისმგებლო, იმდენად დამღლელი პროფესია. შენთან როგორ არის? მე ასე ვერ ვიტყოდი, მე ჩემი სხვანაირი მოსაზრება მაქვს. დამღლელია, მაგრამ სასიამოვნო დამღლელია. სასიამოვნო დამღლელია და უბრალოდ ჩემთვის იმდენად კომფორტულია ვიმუშაო ჩემს პროფესიაში, რომ ამიტომ წეგან ამდენჯერ ვთქვი, რომ აი კატეგორიულად ჯილდად არ გადავწყვიტე სხვა პროფესიისთვის მიმემართან, ასე იგი წავსულიყავ რაღაც სხვა მიმართულებით, არ შემიძლია უბრალოდ ასე მგონია, თვალი გავუსწორო რაღაც გავხდე რაღაც მასწავლებელი ან კიდე არავის არაფერში არ იმოშვები, უბრალოდ მე სხვანაირად არ შემიძლია. და საქმეც იმაშია, რომ აი კონფუცის აქვს ძალიან კარგი და ნიშანდობლივი სიტყვები, ნათქვამი, აირჩიე შენი თვის მისაღები პროფესია და არც ერთი დღე არ მოგიწევს მუშაობა. ჩათვალეთ, რომ მე არც ერთი დღე არ ვმუშაობ. ეს არის სიამოვნების, კი, ვიღლები, რა სულ პასუხისმგებლობა მაქვს. სასიამოვნო, ეს არის ერთად არაფერი ხო გეუბნებით, ამაში ესე გამიმართლა, რომ ზუსტად ის გავხდი, რაც ჩემში იყო. ეხლა ზუსტი მიმართულება მივეცი მაშინ, როცა უკვე დამამთავრებელ კლასებში მივიღე ორიენტირი საუბნო დავსულიყავი. ერთადერთი არჩევანი ალბათ ცხოვრებაში, ნინო, რასაც ჩემს მადლობას ვეუბნები. ერთადერთი არჩევანი, დანარჩენი არჩევანი ძალიან ხშირ შემთხვევაში მიმწყუნდებოდა, მაგრამ ამ არჩევას ეს იმ კუთხით, რასაც სულიერებასთან და საქმიანობასთან ერთად შერწყმულობა ქვია და შეიძლება მეორე კუთხეს იქ იმდენად მეორე პლანზე გადავიდა უკვე ფინანსური ამბავი, რომ არა ასეთი უკიდურესი პრობლემები, ამაზე არ დავიწუწუნებთ.
და ესე იგი გიგა შენთვის რა არის ჟურნალისტობა, ჟურნალისტიკა? ეს პირადი ცხოვრება და ახალი დაწყებული და ახალგაზრდა ხარ, იმიტომ მოგიწვიეთ ორი თაობის შორს. ყოველთვის ვფიქრობდი იმაზე, რომ რატო ვთქვათ, ვერ მოხდებოდა, რომ აი პირადი ცხოვრება და ეს პროფესია კონკრეტულად შეუწყო ერთმანეთს. და არასდროს არ მეჯერა დიდად იმ ესე ვთქვათ ნათქვამის, რომ აი ესენი არიან ურთიერთსაპირისპირო რაღაც ორი. თუმცა დღეს უკვე დღევანდელი გადასახედიდან ხვდები, რომ ეს არის ეს მწარე სიმართლე და ძალიან რთულია შეუწყო პირადი ცხოვრება და ჟურნალისტიკა, იმიტომ რომ მოითხოვს ძალიან დიდ ენერგიას, როგონი რომ აი ახლა გაქვს თავისუფლად, რომ სწორედ ამ დროს შეიძლება გამოჩნდეს რაღაცა მასალა, სადაც გიწევს გაქცევა, გაკეთება. ძალიან სწორ ანალიზს და ძალიან გიჭირს უკვე პირადი ცხოვრებისთვის გამონახოთ, რომ გარდა დღის ბოლოსა. ალბათ ეს გარკვეულ წინააღმდეგობასაც ქმნის უკვე პირადი ურთიერთობებში. როცა სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებს, მრავალფეროვანი პალიტრა, აი საინტერესო ადამიანს თუ უინტერესო ადამიანს ხვდები, ამაში გადის ის რო რა შეიძლება დაიხარჯოთ ნაცრის ქექვაში. თუმცა ძალიან გიყვარს ეს პროფესია, ალბათ შეიძლება. ეს ერთგვარი პირადი ცხოვრება უკვე შეიძლება. დასაკვირველი, ეს რიტმი ჩვენ. ესე იგი გვინდა თუ არა სამწუხარო რეალობა ჩვენს ქვეყანაში გახშირდა სუიციდის ფაქტები. გემბლინგი, თამაშებზე დამოკიდებულება და სხვათა შორის პატრიარქმა ეპისტოლეში ხაზგასმით აღნიშნა ამის შესახებ. ძალიან მძიმე ვითარება თქვენი გადასახედიდან. აი მინდა კომენტარი გააკეთოთ ამ საკითხთან დაკავშირებით, რა ხდება, როგორ შეაფასებთ ამ კუთხით ვითარებას, ამ თამაშებზე დამოკიდებულებაზე. ჟურნალისტიკაში მაინც არის ძალიან ხშირად ვაწყდებით ისეთ ფაქტებს, რომ აი ამ ეს სამწუხარო ამბები და დეტალები პირველად ინფორმაციები მოდის ჟურნალისტებამდე. და საინტერესოა თეა შენეული ხედვა ამ საკითხების ირგვლივ, რა უნდა გაკეთდეს, როგორ უნდა მოვიქცეთ, როგორ უნდა მოიქცეს სახელმწიფო, რომ შემცირდეს ეს ყველაფერი, გნებავთ სუიციდის ფაქტები, გნებავთ თამაშებზე დამოკიდებულება, თუმცა მაინტერესებს ასევე რატომ გახშირდა შენი აზრით ეს ფაქტები? ესე იგი, ეს არის ერთმანეთზე მიბმული ორი რგოლი, რომელიც საბოლოო ჯამში იმ ჯაჭვს ქმნის, რითაც მე ადამიანი თავს იხჩობს, იღუპება. დავიწყოთ იქედან, რომ ეს ტოტალიზატორები, ეს აზარტული თამაშები, რასაც ესე გათქვეფილია ხა, გარკვეული ნაწილი მე ყოველას ვერ ვიტყვი, ჯვარი წერია ყოველას. ესე იგი ამ აზარტში ათქვეფილები არიან და მე ეს მეორე რგოლი მისი გამომდინარე იქიდან გამომდინარე შედეგი მისი ეს არის შემდეგ თვითმკვლელობათა რიცხვის გაზრდა და ეს მე ვფიქრობ ბევრი ფიქრიც არ ჭირდება ამას ეს არის უბრალოდ მდგომარეობა, როცა იმ ფაქის ასაკში ვინ იკლავს თავს, თითქოს მაინც იკლავს ახალგაზრდა, ოდნავ ასე იგი თინეიჯერულ ასაკში მყოფები, ცოტა 25-28 წლამდე ესე ძირითადად მაინც ასე მოდის სუიციდი, იმიტომ რომ ყველაზე გაფაქისებული სული, მაშინ რაღაცა შინაგანი სინატიფე და ასე ჩიჩვილე ამ ასაკს ახასიათებს, რაღაც ერთგვარი გარდატეხაც ხდება მაშინ, მაგალითად ეხლა მაგასაკში თუ ძალიან მომწონდა ტერენტი გრანელის პოეზია, ახლა ამაზე მეღიმება, რატომ მომწონდა სულ სიცხლი, კუბო, მისტიკა, სასაფლაო, თუმცა სკენეთის ახასწევ პატის, მაგრამ მაშინ განსაკუთრებით ძაფრად მომწონდა და რაღაც საქმეზე რომ მიდგა, რომ გადავხედე მაშინ შემოქმედებას, აღმოჩნდა, რომ ასეთი ტრაგიკული იყო, ასეთი თავშესაცემი იყო. აი მაშინ იმ პერიოდში განსაკუთრებით მოზარდებს ეს შინაგანად მოსდევს. მე ეს საყოველთაოდ მიიღებული, ეგრეთ წოდებული ამ რა ქვია მე თუ კარგად წარმოთქვა რა მაზავჩიკების თემა. სხვა შორის ბევრი დააკავეს კიდეს და ბევრი კიდე დასაკავებელია მე რომ მკითხო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანს აუბედურებენ. ზოგს თავი არ მოუკლია, მაგრამ ერთი ნაბიჯი აქვს მანამდე. ცოცხლად მტრები დადიან, რომ არც სახლი შეჩართ, არც კარი შეჩართ, არც ეზო, არც ნივთი, არც არაფერი, მშობლები გარეთ გამოვიდა, ცოშვილი გარეთ გამოყარეს და ასე უბედურდებიან და ღვთის ანაბარა რჩებიან. ხო და ახლა უნდა გააკეთოს სახელმწიფო ჯერჯერობით ამ ეტაპზე ჩვენს მდგომარეობაში ყოფ ეკონომიკური მოწყობის ქვეყანაში ამას არ გააკეთებს, რომ აკრძალოს აზარტული თამაშები. მაგრამ რაღაც გამძაფრების და გამკაცრების წესი უნდა იყოს, რომ ალბათ ისე უნდა შეზღუდოს, რომ მკაცრი კონტროლი უნდა დააწესოს. ახლა რამდა 3 კაცი თუ 4 კაცი დაიჭირეს ეგრეთ წოდებული მაზავშიკების საქმეზე თბილისში და იმის იქით მთელი არმია დგას ამისი და აუბედურებენ ასე მოზარდებს ტელეფონით
დადება მიდის ფსონების და მე იმ შემთხვევაში თუ ეს არ მოხდა, არ გადაიხადა თანხა. აკლემის ესე ჩვეულებრივი ავაზაკები არიან, ჩვეულებრივი ყაჩაღები არიან, ჩვეულებრივი თაღლითები არიან და უნდა დაისაჯოს სიცხეს, ამიტომ რომ იმის იქეთ რა იცი რა ხდება. გინდა თოფით დაგადგე თავზე და გაგძარცო, გინდა ენით, გინდა ფსიქოლოგიური ზეწოლით და გასაკუთრებით სტერეოტიპები უწყობს უფრო ყველაზე მეტად ხელი. საქართველოში ამ ბოლო დროს ჩამოყალიბებული და ერთ პერიოდში ძალიან ფეხმოდგული სტერეოტიპი, რომ კაი ბიჭის ვარიანტი რა, იქ უნდა ჩაბარდეს თავანი არ ჩაბარდებოდა, იმიტომ იკლავს თავს განასხვა მომენტია. ეხლა მე არ დამოვსხავ ეს მახსენდება შტეფან ცვაიგი ქალის ცხოვრების 24 საათი იქ როცა თამაშობს ამ ქალისა და აი ხელებზე აბსოლუტურად მეორე ოთახში უყურებს მთავარი მოქმედი გმირი მის შეყვარებულს როგორ თამაშობს აი იქიდან რომ მაგალითად ფილმი მიყურებდეს ახლა კაზინოში როგორ ვარეგებდა კარს და აი ამ ადგილით და ამ ძარღვების გადაადგილებით ამ ყესების მოძრაობით დაბერვის ასე ვთქვათ კოეფიციენტით ამ ხელების ფილოსოფით გებულობს მისი შეყვარებული მეზობელი ჰოლიდან აგებს თუ იგებს მისი შეყვარებული და ეს ძალიან საინტერესო ფსიქოლოგიური ნოველა სტეფან ცვაიგზე ბევრი ლაპარაკი შემიძლია, მაგრამ ეხლა ავწდით აშკარად თემად. მე მგონი ეს რაღაც ლაკონურად ძალიან სერიოზული და დამაფიქრებელი თემაა და ალბათ სახელმწიფო სერიოზული მსჯელობა მოუწევს და დაფიქრება ამ საკითხზე და გიგა თეამ თქვა რომ აი ძირითადად თინეიჯერულ ასაკში ხდება გინდა სუიციდის ფაქტები, გინდა აი ეს თამაშებზე დამოკიდებულება, აი სუიციდთან დაკავშირებით შენი თაობის ღმერთმა დაგიფაროს და შენი თაობის ახალგაზრდები უფრო კიდევ იქნება შენი გადასახედიდან გვითხრა რატომ მიდიან აი ამ ნაბიჯამდე უფრო სუსტინების ყოფა თუ რა ხდება ვერ უმკლავდებიან პრობლემებს დავითახები ზუსტად თეას რომ ამ დროს არის ძალიან ფაქიზი ეს ყველაფერი მისი გონება და ასე შემდეგ და სწორედ ძალიან უბრალო პრობლემამაც კი უბრალო პრობლემაც კი შეიძლება ამ ასაკში მოეჩვენოს ძალიან დიდ რთულ ტრაგიკულ რაღაცა და მიიყვანოს უკვე ამ შედეგამდე ნუ რაღაც ვარ დღეს გულახდილები მეც ვიტყვი რომ მქონია მსგავსი ფიქრები და ალბათ ცდილობაც ნუ აღარ დაუბრუნდი იბადია კაზინოების კაზინოების გამო არანაირად არ მითამაშნია არასდროს არც მქონია სურვილი თამაშისა სურვილი და როგორ გადაიფიქრე არა გადავიფიქრე მეგობრების დახმარებით გადავლახე ეს პერიოდი და ეტაპი რა საინტერესოა ძალიან საინტერესო სევდია და სამწუხარო და რა შეიძლება თავი გადალახულია აი გადალახე მაგრამ ხომ აღარ დაბრუნებულ ხარ ფიქრითაც კი მე აი ამ გადავლახე იმ ეტაპზე აღარ დაუბრუნებულ ვარ დღეს ვარ ძალიან კარგად ბედნიერი და გავამხნევე რომ ალბათ აღარ მექნით რომ არასოდეს არ უნდა თქვა არასოდეს რა მოხდება მე არა ფიქრობ მეგობრებო არა ნამდვილად არ მინდა რომ აი ასეთი თუმცა დღეს ვთქვი ეგრე აღარ დავასრულე ასე ვფიქრობ ჩემი აზრი არასაკურველია რომ ყველა ადამიანს ნებისმიერ ადამიანს ამ თემასთან დაკავშირებით რამდენიმე წუთში წამიან საათი ექნება დათმობილი ყველას გვიფიქრია ვინც ახლა გიყურებს ერთია და რეალობაში მოყვა ესე იგი არ გააკეთა ამის ფიქრები უფრო იყო მძაფრი ვიდრე ჩემი და შენი იმიტომ რომ მე ამაზე არასოდეს არც მიფიქრე როგორ არის მაგრამ ამაზე არ მithქვამს რომ რაღაცა აი თუნდაც რო თქვა მე არასოდეს არ დავდგები და მე უბრალოდ სევდიან მოგონებებზე ბევრს ვლაპარაკობ იმიტომ რომ ეს ვიცი თუდად მოქმედებს მე ის რაღაცა შავი გარსი უკვე ჩემი წარსულიდან წამოსული რაც საკმაოდ ტანჯავს მე და ნუ ამას არ უნდა აღიარო რომ ასე იყო და გიგამ უკვე აღიარა და ეს თქვა ესე იგი გამოვიდეს იცით აი მაშინ ეს იყო ძალიან დიდი დოზით ამძაფრებული თუმცა ცოცხალია და თვალებში გიყურებს ესე იგი არ გაუკეთებია მაგრამ მაინც ალბათ დაამატა კიდე აი იმას რომ ალბათ აღარ მოხდება არა ალბათ ზუსტად ვიცი დღეს რომ აი დღეს მაგალითად დღეს ჩემი დღევანდელი სიკვდილზე ზოგადად ადამიანი უნდა თუ არ უნდა მაინც ფიქრობს ხოლმე არის მეტყვი როდესაც ფიქრობს თუმცა დღეს ფიქრობ ესე რომ ალბათ ჩემი სიკვდილი დაკავშირებული შეიძლება იყოს ჩემს პროფესიასთან შეიძლება რაღაც მომენტში მომიწიოს ისეთ ადგილზე მოხვედრა რომ იქ მოხდეს რაღაც ხო არა ეს სხვა მომენტია სუიციდი აღარ სუიციდზე და ძალიან ესე შოკირებული ვარ ამ წუთში თუმცა მადლობა გულწრფელობისთვის რო აღიარე ეს და მე ძალიან დიდი სურვილი მაქვს რომ და დაუბრუნდები ხაზატურ თამაშებს
მივხვიდე აი ამ ნაბიჯამდე. ანუ რა ხდება, მშობელს და ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული. დღეს შეიძლება მოზარდი არ თამაშობდეს კაზინოში, თუმცა მას აქვს სახში ინტერნეტი, აქვს კომპიუტერი, სადაც არის ონლაინ კაზინოები და მივიდეს პირდაპირ გადაწესებულებაში. თამაშობს იქ პოკერია ეს თუ რაც არის ვერ კარგად ამყოლებს არ მქონია შეხება. უკვე მშობელზე აქ ძალიან დიდი დოზით პასუხისმგებლობა მოდის მშობელზე ამ მომენტში, მან უნდა შეეცადოს თუ კი თქვა ვიღაც გარშემოყოფი ან საზოგადოება ან თუნდაც სახელმწიფო მას ვერ აინტერესებს რაღაც უკვე მშობელმა უნდა იცოდეს და უნდა იცნობდეს მშობელი მის შვილის ფსიქოლოგიას ინდონეზიაზე თუ რით დაინტერესდება ის რომ ეს ყველაფერი ზეთად ვინ თამაშობს? დაუჯდეს ეს თამაშობენ უსაქმურები, თამაშობენ მუშავარი ბავშვები და კაცები. მუშაობს, მუშაობს და რეალიზებას პოვებს ის არასოდეს. ანუ საერთოდ უსაქმურობა ყოველგვარი მანკიერების დედა. ისე იმ ბავშვებში არის ძალიან დიდი პოტენციალი და გასაქანი, ვინც თამაშობს. უბრალოდ ისინი ვერ ახდენენ ამის რეალიზებას და ჭირდებათ მცირეოდენი ბიძგი. აუცილებლად მკაცრი კონტროლი, როგორც აღნიშნა წეგანთია. სამწუხაროდ ჩვენი საეთერო დრო ამოიწურა ძალიან სწრაფად გავიდა. ხო, არ ნამდვილად, მაგრამ არ მინდა გადაცემა დავასრულო აი ამ რეზო თაბუკაშვილის იგავურად თქმული ამოვწერე და ძალიან მომეწონა და მინდა თქვენც წაგიკითხოთ და თქვენი ხედვა შემდეგ გავაანალიზოთ აი ამ კუთხით. ადამიანებმა გამოიყენეს ჯუჯაცხინის ჯიში პონი. ყველაფერი დაუპატარავეს ბედაურს, კიდეც დაამოკლეს, კიდეც დაადაბლეს, კიდეც შეკუმშეს. მოკლედ მთლიანად დააჩიავეს. ერთადერთი გულს ვერაფერი მოუხერხეს და პონის გული ისევ ბედაურისა აქვსო. და ამ დიდგულა პონის მსგავსია საქართველოს ამბობს რეზო თაბუკაშვილი და მინდა ვირწმუნო რომ ვერც ტვინი დაუპატარავეს პონსო. მე მინდა ვირწმუნო რომ საქართველოს გულთან ერთად ვერც ტვინი დაუპატარავეს და თქვენ რა სიტყვით და რა სურვილებით დაგვემშვიდობებით. საქართველოს ესე იგი მართალია რაღაცა შეკვეცის სეკვესტრის მითი მართლია მსგავსება ჭრიან და საბოლოოდ ესეთი სელექცია მიიღეს როგორც პონი იყო და გვაკლია ჩვენ ახლა ბედაურობამდე ჩემო ნინო მერანი აღარ არის თაგაშვილი და ფაფარაშვილი და ეს ხალხილულია ხამასაც არ უნდა ვიფიქროთ რომ გადაშოლტილია და ესეთი არის როგორც ადრე იყო დავითის დროს ფაქტი და ცხადზე უცხადესი ეს არ არის მაგრამ რა შეიძლება გულს და გონებას ხო მე ვფიქრობ რომ ის მთავარი ძალიან ისე გამომივა ეხა ბანალურად მაგრამ რო არ თქვა არ შეიძლება ის ყველაზე აი მთავარი და ყველაზე საყვარელი მარგალიტი რაც აი ამ ნიჟარაშია საქართველოს რაც ქვია, მე მგონი ეს არის მისი რაღაცა ქედუხრელი გენეტიკა. ის გენეტიკური ხაზი და ყველაზე მეტად მომწონს, რომ სადაც არ უნდა წავიდეს ქართველი, ყველაზე მეტად სხვა ეროვნებათა შორის ტანჯავს ნოსტალგიის გრძნობა. ასე არ უყვართ არასოდეს, აი ზუსტად მე ვარ ამის ეგრეთ წოდებული მონა, მორჩილი, რომ ვერ გავბედე უკვე წლებია შემოთავაზებების, ბევრი შემოთავაზებების მიღმა, დამეტოვებინა ჩემი სამშობლო და წავსულიყავი სხვაგან. უბრალოდ ეს შეუძლებელი, ჩემთვის შეუძლებელი ეთქობა რაღაც მომენტში ძლავრობ ჩემში ესეთი პატრიოტული ლირიკა ცხოვრებისეული და მე მეორე ნუ რო გითხათ რომ ესე იგი არ შეუცვალეს თქო ვერ ვიქნები ჩვენ ჩვეულებრივი სოფლიოს ნაწილი ვართ ჩვენ ჩვეულებრივად იმ თანამედროვე თუნდაც გლობალიზაციის რაღაც ჭეჭხში წყვებით ასე შემდეგ რაღაცები გადმოდის ჩვენზე ხან ნაგვისუნი ხან სულნამოსურნელი რაც ხდება ზოგადად ჩვენს გვეხება ანუ ჩვენ ერთის ქვეშ ცხოვრობთ მაინც და რაღაც მომენტში ვლინდება ეს საერთო პროგრესი თუ რეგრესი ჩვენ აზროვნებაში რაც ზოგადად სოფლიოში ხდება მაგრამ აქ არის მცირეოდენი რეგრესს უკეთესად ვითვისებთ ხოლმე და უარყოფით და არაპოზიტიურს ქართველებს ზენი და ავადმყოფობა მაგრამ ეს არის უბრალოდ ჩვენ უფრო კარგად შეგვიძლია ამის შეფუთვა კონსერვატიულ ლამას ფუჩფუჩა ასეთ მასში რა ქვია ულაბაში და ლამაზად ესე ბანტოჩკა გავუგროთ ვიდრე სხვა ჩავკეტოთ რაღაც ეს ჩვენი ვიდრე სხვა შეუძლია ამის გაკეთება ჩვენ კონსერვატორები ვართ სხვებთან განსხვავებით თუმცა კონსერვატორი იმას არ ნიშნავს რომ იმ დაკონსერვებულ სიტუაციაში არ ხდება ეს გარედან ჩანს ასე რაღაც და შიგ თუმცა ახლა გამოყოლელა ამის მაგრამ ესეთ თანამედროვე აზროვნების ხმამაღალი რეპლიკებიც არის და შეძახილები და ჩვენ ძალიან ბევრ რაღაც კარგ პროგრესაც ვეჭიდებით ისეთი არის როგორც მაგალითად ამკიდად ცხოვრების რაღაც ესეთი
თუნდაც ხელშეუხებლობა და რაღაც პატივისცემა განუჩვენად რაღაცა ერთნაირად კარდინალურად განსხვავებული და თუ უმცირესობებისა თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ნუ რაღაცა ეს სრულებები ნამდვილად არის, თუმცა კიდე ბევრი გვაკლია რომ ევროპულად ვიაზრონოთ. ეს სულაც არ არის აუცილებელი გავდეთ სხვას, ეს არის ჩემი სავალისა. იყოს ის ჩვენი რაღაც რომელიც იმ კონსერვატორსაც, იმ კლასიკურსაც, იმ აკადემიურსაც, იმ ფილოსოფიურსაც, იმ ცოტა არ იყოს აზიატურსაც, ყველაფერს აერთიანებს და ამას საქართველო ქვია. გიგა, შენი სურვილები. ჩემი სურვილი რა იქნება? იქნება ერთი, რომ უბრალოდ რჩევა იქნება. ანუ ჩემი თავის წარმომადგენლის მიერ, რაც მაქსიმალურად შეეცადოს, რომ აკეთოს ის, რაც იმუშაოს საკუთარ თავზე და არასოდეს არ იფიქროს ის, რომ მის გაკეთებულ შრომაში თქვა ის ვერ ღებულობს რაღაც მომენტში ანაზღაურებას, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ის მას ყოველთვის დაუფასდება და დაუფასდეს შეიძლება არასაზოგადოების მხრიდან იმ მომენტში, არამედ უკვე მიდგება ჯერ იმის თქვა სამსახურის დაწყებაზე ან რაიმე მსგავსზე, მაშინ მიხვდება დაფასდა ეს ყველაფერი. ასევე კიდევ ერთ-ერთი რასაც ვისურვებდი იქნებოდა რომ ერთხელ მაინც ყოფილიყო საქართველოში ის პერიოდი, როდესაც აღარ მიესადაგებოდა ჩვენ ქვეყანას დათათოთაშხიაში არსებული სიტყვები, საშოვარს გადაგებული, გათვითოკაცებული ყოფილი ერი. ძალიან კარგი, ძალიან დიდი მადლობა. კიდე ერთ დავამატებ, ერთ და ძალიან მცირედ და მრავალ მესიჯად რო გავიგე, ესე იგი რაც შეიძლება არაფრის მაკეთებლებო, რაღაცის მკეთებლები დაზოგეთ. და რაც შეიძლება განეიწეროთ ის თქვენი ირონია და სარკაზმი, რაც ყოველთვის პირთ ბაგეთკან გადადგათ. ისე იოლია დადგე და ფეხზე გადაწყობილი ილაპარაკოს ხვების გაკეთებულ საქმეზე, თქვენგან მოწონებული. რაღაცა შენს გააკეთე და შემდეგ ეს ყველაფერი უფრო გაისის ხორცებ, როგორ შეიძლება რაღაცის მიღება. თუნდაც ცუდი პროდუქტის, მთავარია უნდა იშრომო და უნდა მიხვდე. დაფასება უნდა ყველა. აი ასე დასრულდა ჩვენი გადაცემა, ძალიან საინტერესო გამოვიდა, მე მგონი, ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ მობრძანებისთვის და ვისურვებდი რომ უფრო იმედიანები ყოფილიყავით და არ წასულიყავით ქალაქიდან, ისეთი კარგი გარემო, ატმოსფერო შექმნილიყოს აქ, ანაზღაურება ნორმალური, კომფორტული პირობები და ისევ ერთად მოფერებოდით ერთმანეთს ჩვენ ქალაქს და ასე შემდეგ. კარგი სურვილია მე მგონი და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ მალე ალბათ ასე გადააფიქრებიებს თეასაც და გიგასაც ქალაქიდან წასვლას. მე მაყურებელს შევახსენებ, ჩვენი გადაცემის სტუმრები იყვნენ ჟურნალისტები თეა ჩეჩელაშვილი, გიგა გელხვიძე და კიდევ ერთხელ ვუხდი მათ მადლობას. მე კი მომავალ ხუთშაბათამდე გემშვიდობებით. ნახვამდის.